მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი შემოგვიერთა. მამა კახაბერ, დაგლოცეთ და ვიზიარებთ თქვენს წუხარებას. მერთმად დაგლოცოთ, დიდი მადლობას გიხდით, რომ საშუალება მომეცა მეც თქვენი ტელეეთერის საშუალებით მიმესამძიმრებინა ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ჩვენი პატრიარქი, როგორც გამოჩნდა და როგორც ახლა აი კადრებს, ვინც თვალს მიადევნებს, სატელევიზიო კადრებს, აღმოჩნდა, რომ მორწმუნის, არამორწმუნის, მართლმადიდებლის და არამართლმადიდებლის ყველას პატრიარქი და ყველას მამა ყოფილა თურმე და ამიტომაც თამამად ვამბობთ ამას, რომ ყველას უცხადებთ ამ სამძიმარს და ამის დადასტურება ჩვენ შეგვიძლია კვლავ ვნახოთ ის გაუქმებული დღესასწაულები მათ შორის არამართლმადიდებლებთან, რომლებმაც პირდაპირ გამოაცხადეს, რომ ჩვენ მოგვიკვდა მამა და ამიტომ არ გავბედავთ, რომ რაიმე დღესასწაული მიუხედავად იმისა, რომ ეს კალენდრულად ჩანიშნული მათი რელიგიური დღესასწაული იყო, ეს ყველაფერი გადადეს და გააუქმეს ადამიანებმა, ასე რომ უსამძიმრებ ყველას, რა თქმა უნდა და საკუთარ თავს პირველ რიგში, იმიტომ რომ ხანდახან ასე უფლება არ გვაქვს ქრისტიანებს, რომ საკუთარი თავი შევიცოდოთ. ჩვენ კი ვაცნობიერებდეთ უნდა ამას ძალიან კარგად, რომ მართალია აქ ფიზიკური შემხებლობა მასთან აღარ გვექნება, მაგრამ ზეციური მამა შევიძინეთ. ეხლა უბრალოდ ზეციურ მამასთან მყოფი შუამდგომელი ადამიანი, რომელიც ყველასთვის ილოცებს და საქართველოს ერთობისთვის და გადარჩენისთვის ილოცებს და ღმერთს ამას შესთხოვს, რომ მისი მადლით, ესე იგი, ღმერთის მადლით დაცული იქნას აი ეს ერთობა, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. და ძალიან დიდი ნუგეშია ამის გაცნობიერება. მამა კახაბერ, აი საოცარი კადრები ვნახეთ ახლა და ზოგადად ეს დღეები ვუყურებდით საოცარ კადრებს ჩვენც და სოფლიოც. რაღაც სოფლიოს წინაშეც საქართველოს წარმოჩნდა ალბათ სულ სხვანაირად და ჩვენ ვიცოდით ეს ყველამ, რომ პატრიარქი უყვარს მთელს ერს, განურჩევლად ასაკისას, ქესისა, აღმსარებლობისა. ვიცოდით მისი დიდი ნდობა, ავტორიტეტი ხალხში, ეს რეიტინგებითაც იზომებოდა და 90%, 99% ეს იყო ურყევად წლების განმავლობაში, მაგრამ მაინც კიდევ მოლოდინს გადააჭარბა, რაც მოხდა. ის რომ საათებით 8 საათი, 12 საათი ბავშვები, მოხუცები, ფეხმძიმე ქალები იდგნენ რიგში იმისთვის, რომ ერთი წამივაეკრათ პატრიარქისთვის თვალი, ეს მართლაც კიდევ რაღაცა სხვა განზომილებაა და სხვა სულიერი ერთობა იყო. აი თქვენ როგორ შეაფასებდით ამ ყველაფერს? ბუნებრივია ალბათ კიდევ დრო სჭირდება და დრო შეაფასებს და როგორც პატრიარქი ზღვა წელს, ისევე მის აი ამ აღსასრულს და აი ამ დღეებს რაც ხდებოდა, მაგრამ აი თქვენი თვალით დანახული აი ეს მდგომარეობა რაც ახლა ვიქნებით. მე გამიჩნდა შეკითხვა მართალი გითხრათ ასეთი, რომ რატომ მოხდა კონკრეტულად ამ დროს პატრიარქის გარდაცვალება? ეს საკუთარ თავს დაუსვი და არა რაღაცა გამოძიება იმ მიმართულებით კი არა, რომ რაღაცა ვინმეს რამეს ვაბრალებ. უბრალოდ, აი დამაინტერესა, რომ რატო კონკრეტულად ამ დროს რაღაცა ღმერთისთვის ხო რაღაცა შემთხვევითი არაფერი არ ხდება და რაღაცა ამბავია ამ ყოველივეში. და მე მომეცა ეს პასუხი და ვფიქრობ, რომ ისე უწმინდესისგან მომეცა მეთქი. რომ წლევანდელი წელი გახლავთ 1700 წლის თავი. მე იმ კითხვას არ გავქცევი ვარ, მაგ კითხვასთან დავბრუნდები, დიახ. 1700 წლის თავია საქართველოს რომელმაც ესე იგი მიიღო ქრისტიანობა რელიგიური, უბრალოდ სახელმწიფოებრივი რელიგია გახდა მისთვის ქრისტიანობა, დამება უკაცრავად ენა. სახელმწიფო რელიგია გახდა ქრისტიანობა და ეს 1700 წლის თავი რაღაცა გვინდოდა რომ ძალიან წარმოგვეჩინა თავი და მთელი მსოფლიოსთვის გაგვეცნო თავი. ამიტომაც უწმინდესთან ვათანხმებდით ყველა იმ ღონისძიებას, ვინც ვართ ჩართული რაღაცა აი ამ საორგანიზაციო საკითხებში, რომ აი საერთაშორისო კონფერენცია ოქტომბერში, იქ რაღაცა ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციები, ძალიან ბევრი კულტურული ღონისძიება, მათ შორის რაღაცა სატელევიზიო პროგრამები, ფილმების გადაღება, ამაზე ყველაფერზე რა თქმა უნდა უწმინდესი გვაძლევდა კურთხევას, გვთავაზობდა რაღაცა თავის იდეებს, ჰქონდა რაღაცა ეს შეხვედრები და უცბად ხდება ეს რაც მოხდა, რომ უწმინდესი გადის ამ ქვეყნიდან და მე მივხვდი ერთ რამეს, რომ მან ესე იგი გვირგვინი დაადგა ამ 1700 წელს, იმიტომ რომ რაც იყო მისი მთელი ცხოვრების მიზანი, ერთად მყოფი ქართველები, ჩუმად მყოფი ქართველები, რომლებიც ერთმანეთში არ ჩხუბობენ, არ კამათობენ, არ დაობენ, აი ასეთი საქართველო ეხილა მთელ მსოფლიოს და აი ეს ნამდვილად შესრულდა მისი გარდაცვალებით. ასე რომ ვფიქრობ, რომ შეეწირა მეთქი კიდეც შეიძლება ამ 1700 წლის თავის გამო, ესე იგი მისი სიცოცხლე იქნა აყვანილი ზეცად, რომ
რომ ეხილა მთელ მსოფლიოს ეს ერთობა და ჩვენ ამ 1700 წლის თავზე რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ლაპარაკს, ოდესაც გლოვის დღეები დამთავრდება, მაგრამ ეს უკვე საძირკველი იქნება ამ 1700 წლის თავის აღნიშვნისა, როგორც ქართველების ერთობისა, გამთლიანებული საქართველოს სარწმუნოებრივი კუთხით გულისხმობ ამ შემთხვევაში, რომ როგორ გავერთიანდით ყველა. რაც შეეხება ამ ერთობას, რომელსაც ჩვენ ვუყურებდით, იქ საათობით მდგომი ხალხი, რომლებიც დღე და ღამე რიგში იდგნენ, რომ უკანასკნელ გზაზე გაეცილებინათ პატრიარქი, აქ ისეთი სანახაობა იყო ამას, რა ვიცი, აი ქვას რომ აყურებინო, ალბათ ის ატირდება, მათ შორის დრონით გადაღებული კადრი ვნახე, ხელჯოხებით ბიჭი, რომელსაც თაბაშირში აქვს ფეხი მოტეხილი და მეტროსადგურ ავლაბრიდან როგორც ცდილობს, ესე იგი სამემბაში ამ რიგში ესე ავიდეს. მათ შორის საოცარი ისტორიებიც ხდება, ამინი მოგეხსენებათ, სახელი გახლავთ ამინი, ჩვენ მაყურებელს შევახსენებ, პატრიარქის შვილობილია ის ჩრდილო კავკასიიდან, მუსულმანი ადამიანი, რომელმაც ისეთი ისტორია მოყვა, ამას უცრემლოდ ვინ მოისმენს საერთოდ, როგორ ესე იგი პატრიარქი დაუკავშირდა ეს ისტორია, ვინც არ იცის, გახლავთ შემდგომი რომ მამამისი გატაცებული იყო და ამ ოჯახმა გადაარჩინა და მოძებნა პატრიარქმა ეს ოჯახი და იშვილა მე ეს კაცი შვილობილს ეძახდა მას და ძალიან პატრონობდა, დიდ ყურადღებას აქცევდა ეს მუსულმანი ბიჭი ისეთ ისტორიას ყვება. მე შემთხვევით მოусმინე ამას სოციალურ ქსელში და საოცრად ესე იგი ამაღელვებელია ეს ყველაფერი. ძალიან ბევრი რამ კიდევ გაცხადდება. ძალიან ბევრი რამ, ერთი რაც არის ახლა ხილულად რასაც უყურებ და მეორეა, რასაც ჩვენ კიდევ მოვისმენთ ისტორიებს და თუნებას მომცემთ ერთ-ერთ მემოყვები ახლა. აუცილებლად მინდოდა მეთხოვა. მამაკაცებად თქვენ მრავალწლიანი ურთიერთობა გაკავშირებთ და რაღაც ისეთი საინტერესო ისტორიები ალბათ ბევრი გექნებათ, რასაც შეძლებთ მოგისმენთ სიამოვნებით. ერთი მოვყევი უკვე თქვენი ტელევიზიის საშუალებით 3 წლიდან იწყება და ეხლა სხვა ისტორიას მოვყვევი. ჩამოსული არის ერთ-ერთი ეკლესიის წარმომადგენელი საქართველოში და მე საგარეო საქმეთა განყოფილებაში ვმუშაობდი მაშინ და დამავალეს რომ მასპინძლობა გამეწია და შეხვედრაც უნდა ყოფილიყო პატრიარქთან. სიონში წირვაზე დავდექი, თუ წმინდესთან მივიყვანე ეს ადამიანი და უთხარი რომ ვიზიტით იყო და შეხვედრა სხვა დროს იყო დარჩენილი, მაგრამ უწმინდესმა მითხრა სადილად დაპატიჟეო, ეხლა წავიყვანოთ ჩვენთან სადილათო და წავედით ვსადილობთ უწმინდესთან ერთად საპატრიარქო რეზიდენციაში და ამ ადამიანმა ითხოვა სიტყვა რომ რაღაცა უნდა ვთქვაო და წამოდგა და ამბობს ასეთ რამეს, რომ თქვენო უწმინდესობაო მეო ვარო ასეთი რამის შემსწრეო, რომ ჩემი ეკლესიის დავალებითო რაღაც შეკრებაზე ვიმყოფებოდიო, სადაცო თითქმის ყველა ეკლესიის დელეგაცია იყო, თითქმისო. დაახლოებით 7-8 ეკლესია ჩამოთვალა, რომლებიც იქ იყვნენ და ამ 7-8 ეკლესიიდან დაახლოებით 3 თუ 4-ის მეთაური იყო. ანუ პირველი პირი, პატრიარქი ესე ვთქვათ. და რაღაც გარკვეულ თემასთან მიმართებაში იყო კამათიო. რომ ესაკითხი როგორ უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილი რაღაცა, აქეთ თუ რაღაცა იქეთ და ერთ-ერთი ეკლესიის მეთაური წამოდგა და იკითხაო, რას ამბობსო ამის შესახებ? ოღონდ ამას რუსულად ყვებოდა ეს ადამიანი, რუსული ეკლესიის წარმომადგენელი არ იყო, მაგრამ ერთ-ერთი ენა რუსული იცოდა და რუსულად ყვებოდა და მეც რუსულად გავემეორე. А что говорит Илья Грузинский? ასე იკითხაო, რას ამბობს ილია ქართველიო? დიახ, ილია ქართველი რას ამბობსო და მეო ჩვენო ყველამ გავჩუმდითო, არავინ არ ვიცოდითო და იქო მეთაურებმა თქვესო, ჩვენო ამის შესახებ მისი აზრი არ ვიცითო. აბა თუ მისი აზრი არ ვიცით, რასგან ვიხილავთო? ეს თემა დაიხურაო. სანამ არ გვეცოდინება მისი აზრი, რასგან ვიხილავთო? იმიტომ რომ თან არ ეხებოდა ეს საქართველოს ეკლესიას, რაღაცა მსოფლიო ამბავი იყო, ეხლა ვერ ვიხსენებ რაზე იყო ლაპარაკი, მართალი გითხრათ, მაგრამ მაშინ ისეთი შთამბეჭდავი იყო ეს, რომ მოყვა გაეღიმა უწმინდეს და გადაეცითო რომ ასე ამბობს ილია ქართველიო, მანაც რუსულად უპასუხა რა თქმა უნდა ილია გრუზინსკი ესე უთხრა რომ ერთსულოვნება უნდა შევინარჩუნოთ.
და ეს ერთსულოვნება პატრიარქ სხვათა შორის ჩვენ ტელევიზიასაც ხომ მან დაარქვა ეს სახელი ერთსულოვნება და ტელევიზიაც მისი დაფუძნებულია და სახელიც პატრიარქის დაფუძნებული ერთია და ეს სახელი შემთხვევითი არ არის რომ ამ ერთსულოვნებას უნდა ემსახურებოდეს იმიტომ რომ მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო და შვიდგზის ლოცვებიც კი მან რომ დაწერა და თქვა რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია უნდა ვკითხულობდეთ სხვას მეც კი არაფერს არ ეხებოდა იმიტომ რომ შეიძლება დაგავალოს რომ დილას წაიკითხე ლოცვა საღამოს წაიკითხე ლოცვა და შენი დილა შეიძლება 9-ზე იწყებოდეს და ვიღაცის დილა 12-ზე და ამიტომაც მას ეს ერთსულოვნების ერთიანი ლოცვა ხო იმიტომ რომ სად იმყოფები თბილისში თუ ესე იგი დასავლეთში თუ აღმოსავლეთში მნიშვნელობა არ აქვს რომ გადადებ რაღაცა ყველანაირ საქმეს და 12 საათი რო გახდება და რო იცი რომ ეხა 99 ფსალმუნი გაქვს სათქმელი ამას რომ ამბობ აი ეს გახლავთ სწორედ ის ერთსულოვნება რომელიც პატრიარქმა მოახერხა ამდენი წლების განმავლობაში რომ ჩვენთვის ესეთი ანდერძი დაეტოვებინა დიახ მამაკახაბერ აი ისტორია რაც თქვენ მოყევით ადასტურებს პატრიარქის ძალიან დიდ საერთაშორისო ავტორიტეტს და მას არამხოლოდ ჩვენი ერი მიიჩნევდა სულიერ მამად, არამედ მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის იყო დიდი სულიერი მამა და ეს დადასტურდა ახლაც. ადგილობრივი ეკლესიების მეთაურები, ძალიან წარმომადგენლობითი დელეგაციები იყვნენ ჩამობრძანებულები და ყველა ეკლესია იყო აბსოლუტურად. ყველა ეკლესია იყო ჩამოსული დელეგაცია. ნუ ვიღაცის მეთაური და ვიღაცის წარმომადგენლობა და სოფლიო პატრიარქი, მისი ყოვლადწმიდესობა ბართოლომეუს პირველი იყო ასევე ჩამობრძანებული. აი ამ კუთხითაც რომ შეაფასოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, რა თქმა უნდა, ჯერ პირველ რიგში მართლმადიდებლური ერთობისთვის, იმიტომ რომ ის წარმომადგენლებიც თქვენ თუ დააკვირდებით, რომლებიც არ არიან ეკლესიის მეთაურები, კვერთხით დგანან. ეს შემთხვევითი კი არ არის საპატრიარქო ტაძარში შენ სხვა ეკლესიის წარმომადგენელს კვერთხით დგომის უფლება არ აქვს. მაგრამ ის რომ კვერთხით დგას, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ მისი სახით პატრიარქი, მაგალითად ალექსანდრიის წარმომადგენელი დგას კვერთხით და ვინახავთ იერუსალიმის წარმომადგენელი დგას. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ დგას ალექსანდრიის პატრიარქი და იქ დგას იერუსალიმის პატრიარქი. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ფიზიკურად არ იმყოფებიან, აი ეს კვერთხი ამის სიმბოლოს განასახიერებს. სხვაგვარად, ისე ჩამოსული კერძო ვიზიტით ჩამოსული მღვდელმთავარი, რომ იქ კვერთხით დამდგარიყო, ეს იქნებოდა შინაგანაწესის ძალიან დიდი დარღვევა და ამ შინაგანაწესს ორი სიტყვა უნდა ვთქვათ, ეს ყბადაღებული თემა, ესე იგი რომ აი დამხელავ მნიშვნელობა აქვს ამ ნიუანსების ცოდნას და როდესაც ადამიანებს არ აქვთ ეს თუნდაც ზედაპირული საღვთისმეტყველო განათლება რაღაც ესე იგი არა ისეთ ჭორებს ავრცელებენ. ხო და ამიტომ ჩვენ საზოგადოებას მოდით მივაწოდოთ ის სიმართლე რომელიც არის აი ეს შინაგანაწესი უნდა იცოდე ადამიანმა რომ ეს ამ ყველაფერს მიხვდე. ის ყბადაღებული თემა უნდა ვახსენო აუცილებლად რომ თითქოს ჩვენ ვიღაცას წირვის საშუალება არ მივეცით აქ და ან არ ვაზიარეთ და ან ნუ რაღაცა ისეთი აბსურდია თან ამას ისეთ მტკიცებით ფორმაში ყვებიან. დიახ, საუბარი იყო რომ ბართოლომეუს პირველს მსოფლიო პატრიარქს არ მიეცა წირვის ჩატარების უფლება. ამაზე იყო საუბარი. თუმცა ჩვენ ვნახეთ ერთობლივი ლოცვა და ესე იგი წესის აგებას ვნახეთ, მაგრამ თქვენ პირადად ხართ ამისი მომსწრე საპატრიარქოში ვიჯექი მთელი ეს დღეები პატრიარქზე პანაშვიდზეც კი ვერ მივდიოდი, იმიტომ რომ სტუმრების სიას და მიმოწერას იქ ვაკონტროლებდით რამდენიმე ადამიანი და ეს საგარეო განყოფილება ძალიან აქტიურად იყო ამაში ჩართული და მე როგორც დამხმარე ამ შემთხვევაში მეუფე გერასიმესი ამ განყოფილებისა და ზუსტად ვიცი ყველა მიმოწერა და ყველა სატელეფონო ზარი რომელიც კი განხორციელდა და ამ დროს გამოდის ადამიანი და ისეთი მტკიცებულების ფორმით ამბობს რომ მე ზუსტად ვიცი რომ ეს ასე მოხდა კაცო საკუთარ თავში რომ ეჭვი შეგეპარება და ამ წერილებსო თავიდან გადახედავ რომ სადმე რამე ხომ არ გამოგეპარა ეს ხომ ეს გახლავთ არა მხოლოდ ის რომ ცილი დასწამეს საქართველოს ეკლესიას არამედ გახლავთ ის რომ აი ამ ერთობის წინააღმდეგ არიან ეს ადამიანები, ვინც მსგავს სიცრუეს ავრცელებენ, იმიტომ რომ ეს ერთობა ვერ აუტანიათ. ქართველების ერთად დგომა, პატრიარქის დანაბარები, ეს ანდერძი რომ ერთად უნდა ვიდგეთ, ეს ვერ აუტანიათ და ამის წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანია გახლავთ ეს. მეტი სხვა რა უნდა დაარქვა ამას თუ არა ის რომ აშკარად ყუილს, ესე იგი, როგორც შავზე თეთრიო რო ამბობენ, აი ესე შავზე თეთრს და პირიქით თეთრზე შავს ლაპარაკობენ ადამიანები და მე უნდა მოვყვე ხა რა იყო რეალობა. უბრალოდ ჩვენს მაყურებელსაც შეუძლია ამის გადამოწმება, მაინც ხო იცით, ცოტა ეჭვები შეიძლება ყოველთვის დარჩეს, რომ თითქოს მე ხა რაღაცა ადვოკატი ვარ ვინმესი და არ სჭირდება საპატრიარქო ჩემი ადვოკატობა ამ შემთხვევაში, უბრალოდ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ბოლო 5 წლის განმავლობაში, რომელი ეკლესიის მეთაური გარდაიცვალა. რაც მე მახსენდება ეს გახლავთ ბულგარეთი, ალბანეთი და კვიპროსი. შეიძლება კიდევ მსგავსი მოხდა, მაგრამ ნუ ახლა ეს სამიც საკმარისია გადასამოწმებლად.
სად ჩავიდა პატრიარქი და სად ჩაატარა წირვა? შეუძლიათ რომელიმე თქვას, არსად. ოღონდ ყველგან ჩავიდა და წესი ააგო, ისევე როგორც ჩვენთან. ჩამოვიდა და წესი ააგო. ამიტომაც ეს რაღაცა უსაფუძვლო ბრალდებაა, მინდა გითხრათ ამ კუთხითაც, თუმცა კი ეხლა რა საუბარი იყო, იმასაც მოგახსენებთ, ჩვენ რა თქმა უნდა, პირველი წესი ესეთია, როდესაც გარდაიცვლება ეკლესიის მეთაური, მაშინვე წერილები იგზავნება ადგილობრივ ეკლესიაში ამ გარდაცვალების ცნობისა და იქედან მოგდის და როდის იქნება დაკრძალვა, რა თქმა უნდა, ეს უნდა ვაცნობოთ მათ. იქედან მოდის აუცილებლად წერილი და წერენ, ჩამოდის თქვათ მეთაური, თანხლები პირი იქნება ამდენი, იმიტომ რომ ჩვენ უნდა მომასპინძლოთ და უნდა ვიცოდეთ, თქვათ მათი ადგილები. დავაბინავთ და ასე შემდგომ და რაც თავარია, წირვის დროს მათი ადგილები უნდა ვიცოდეთ, იქ სკამები იყო სპეციალურად გამოყოფილი ყველა ეკლესიისთვის. ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული ყველაფერი. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ხალხისგან და ისე დაგვეხმარნენ საგარეო საქმეთა განყოფილება, აი პროტოკოლის, აი განაწესის ბიჭები თუ გოგოები, როგორც ჩვენ არ დაგვიძინია საპატრიარქოს თანამშრომლებს ის დღეები, ისე მათ არ დაუძინიათ და მე ჩვენი ტელევიზიის საშუალებით კიდევ ერთხელ ვისარგებლებ, მადლობას გადაუხდი მათ, სახელებით აღარ ჩამოვყვები, ახლა საკმაოდ ბევრნი იყვნენ, მაგრამ ეს ახალგაზრდები, რომლებიც აი ჩართული იყვნენ ამაში და მათ დაგვაორგანიზებინეს ეს ყველაფერი, როგორც შეიძლება მადლობა არ ითქვას ამ სამინისტროს და მთელი ამ ჯგუფის მიმართ. ეხლა დაუბრუნდები კვლავ თემას, რომ როგორ, ესე იგი, გაგზავნეთ წერილები, წესი როგორ არის, რომ იგზავნება წერილი, იქედან მოდის პასუხი, რომ ამ პასუხში წერია, რომ თქვათ მოემგზავრება ან წარმომადგენლობა, ან ეკლესიის მეთაური წარმომადგენლობასთან ერთად. ყველა ეკლესიისგან მივიღეთ ეს პასუხი, ისევე როგორც მსოფლიო საპატრიარქოსგან მივიღეთ ეს პასუხი, რომ ჩამოვდივარ დილით 11 საათზე. დიახ. შევასრულებ წესის აგებას. მე დავისვენებ ცოტა ხნით და რამდენიმე შეხვედრა, თქვა, თუ მოხერხდება, უნდათ მეუფეშიოსთან შეხვედრა და არ მოხერხდა, იმიტომ რომ პროცესიაში იყო მეუფეშიო. და კვლავ საღამოს 5 საათისთვის, ესე იგი, მე უკან უნდა დავბრუნდე. ესეთი იყო პასუხი. ახლა ამის შემდგომ, როდესაც ასეთი განცხადება გაკეთა, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ პატრიარქს არ აწირინებენ, ამის შემდგომ სატელეფონო ზარი განვახორციელეთ, რომ რაიმე ხო არ შეგვეშალა ჩვენ ამ წერილში, რამე სხვა წერილი ხომ არ არსებობს კიდევ. არა, კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს და მათ შორის მსოფლიო პატრიარქს, რომ ახლა საგარეო განყოფილების თავმჯდომარე გახლავთ ის მსოფლიო საპატრიარქოსი, მიტროპოლიტი ემანუელი, კიდევ ერთხელ ვკითხეთ, რომ რაიმე უხერხულობა ჩვენი მხრიდან ხო არ შექმნილა. მან დაგვიდასტურა, რომ არა, ჩვენ ამ წესით ვიყავით ბულგარეთშიც, ალბანეთშიც და კვიპროსშიც. დიახ, და ჩვენ ვნახეთ, რომ როგორც იყო გაწერილი, ზუსტად პატრიარქი ბართოლომეოსი, მისი ყოველდღიურობა მობრძანდა 12 საათსა და 20 წუთზე, 15 ეწერა და 20 პირდაპირ აეროპორტიდან მოვიდა. 11-ზე დაჯდა და პირდაპირ აეროპორტიდან სამებაში მოვიდა. ამიტომაც კიდევ თემად მე მგონი დაიხურა და ამასთან დაკავშირებით შეკითხვები აღარ უნდა იყოს. კი ხო, კიდევ ერთხელ უნდა დავსვაზე. თქვათ ჩვენ გამოვიჩინეთ ესეთი თავხედობა, დაგვიფაროს ღმერთმა და გამოვიჩინეთ ესეთი თავხედობა, ვეუბნებით რომ არა თქვენ არ ჩაატარებთ წირვას, ეს ხომ დიდი შეურაცხყოფაა. თქვათ მას რომ სურვილი ქონოდა და ჩვენ ვეუბნებით არა შენ არ ჩაატარებ წირვას, ეს ხომ შეურაცხყოფაა ადამიანისა და ამის შემდგომ შეურაცხყოფილი პატრიარქი ჩამოვიდა მაინც წესი ააგო და ასეთი დიდებული სიტყვა წარმოთქვა პატრიარქის გასვენებას. ნუ ხო ეს ხო აბსურდია და ამიტომაც ვინც ამას გაიმეორებს ან თაში გაივლებს რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდა, ეს გახლავთ აი ხო გეუბნებით წინააღმდეგობა აი ამ სულისა ღმერთი აერთიანებს და ეშმაკი ყოფს. მამაკახაბერ, ცოტა დრო გრჩება, მე მინდოდა ძალიან რომ თქვენი პირადი ისტორიაც მოგეყოლათ პატრიარქთან დაკავშირებული, თუმცა გეტყვით 2 წუთიან ისტორიას. კი ბატონო, აი ზუსტად 2 წუთი გვაქვს თუ არ ვცდები. ხოლო 2 წუთიანს გეტყვით და დანარჩენი დასკვნა მერე თქვენზე და მაყურებელზე იყოს. ამაღლების წინამძღვრად, როდესაც დამნიშნა პატრიარქმა, მახსოვს მივედი დავიჩოქე კურთხევაზე და არ არსებობს უწმინდეს, ესე ეთქვა რომ შენ იქ წახვალ. მან ესე მითხრა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ უნდა დაგნიშნოთ ამაღლების წინამძღვრად და რა სიტყვით. მე უთხარი რა თქმა უნდა, რომ როგორც თქვენ მაკურთხებთ თქვენო უწმინდესობა. გადამსახა ჯვარი, მე დაჩოქილი ვარ, თვითონ ფეხზე წამოდგა, გადამსახა ჯვარი და მეუნება ასეთ რამეს. მაშინ ინიშნები ამაღლების ტაძრის წინამძღვრად და დაიმახსოვრე ერთი რამ. შენ უნდა უკადაგო მთელ საქართველოს. მე ძალიან დავიბენი. იმდენად დავიბენი, რომ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, რომ სასაფლაოზე დგას ეს ჩვენი ტაძარი და საქართველოს სად უნდა უკადაგო. ვერაფრით ვერ მივხვდი ამას, რა მითხრა პატრიარქმა, მაგრამ გულში
მქონდა და არავისთვის არ მithქვამს. ამას შეესწრო რამდენიმე ადამიანი, მდივანი, რომელთანადაც ვიყავი და ერთ-ერთი ქორეპისკოპოსი. და იმათაც არ მიუქცევიათ ყურადღება და მეც ისე გავატარე ესა. ძალიან მალე ჩვენი ტელევიზიის საშუალებით დაიწყო დილის გადაცემები, სადაც ყოველ ორშაბათს მე მქონდა წაკითხული სახარების განმარტება. ესეთი რუბრიკა იყო, რომ კვირას წავიკითხეთ სახარება წირვაზე და ორშაბათს მე ამას განმარტავდი, ეს გრძელდებოდა წლები. დიახ, და ჩვენთანაც როდესაც დილის გადაცემა დავიწყეთ, პირველი სტუმარი, ერთ-ერთი პირველივე კვირაში განზანდებოდით. ეს გახსოვთ, რომ მე ვზივარ ამ გადაცემას, ისე გადის წლები, რომ ის წინადადება კი მახსოვს, მაგრამ აი ეს რომ თქვათ რაღაცა ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას ვიღებ, ამასთან არ დამიკავშირებია და მე ხატით მოგზაურობით ვის რაღაცა ხვდა წილად რომ მე მოგზაურებინა ხატი საქართველოში და ჩავედით რაჭაში, იქ მე ხალხი მეუბნება, ვაიმე მამაო, თქვენ ხომ გიცნობთ, თქვენს გადაგებას უსმენ. ჩავედით იმაში სვანეთში, მამაო, თქვენ ხო გიცნობ, იქ ჩავედით გურიაში, კაი, გურიიდან ვარ და იქ მიცნობდეს იქნება ყველა, მაგრამ და უცბად აი თავში რომ შუქივით რომ აინთება რაღაცა განათდა და ეს ხო პატრიარქმა გითხრა. აი ასე ახდა ამ შემთხვევაში პატრიარქის სიტყვა, ნუ თქვენი ტელევიზიის საშუალებით ამ შემთხვევაში და მადლობას ვუხდი მე მას პირადად, რომ აი ესეთი კურთხევა მომცა და მისი სიტყვა არ გაცუდებულა. ნამდვილად შესრულდა ეს სიტყვა, რომ მთელმა საქართველომ მოისმინა ჩემი ქადაგება, თუნდაც ერთი, მაგრამ ხომ მოისმინა. ასე რომ შესრულდა ეს სიტყვა ყოველივე ამით. ძალიან დიდი მადლობა. არა თავის საკებრად, არამედ უწმინდესის სიტყვის შესასრულებლად იყო ის, რაც მოვყევი ახლა. დიდი მადლობა ჩვენს პატრიარქს ყველაფრისთვის. კიდევ ერთხელ მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.